სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ჩვენ აი ფაქტიურად უკვე მარხვის ბოლოში ვართ. ისე გამოვედით ბოლოში, რომ თითქოს ერთი ამოსუნთქით გავედით ბოლოში და მთელი ცხოვრებაც გაცმა რო თქვას ეგეთი ერთი ამოსუნთქვა არის. უბრალოდ ჩვენ არ ვაკვირდებით და ადამიანს არ მიეცა დრო იმისათვის, რომ სხვების ცოდებზე იფიქროს და სხვების ცოდები ჩხრიკოს და განიკითხოს, თუმეტეს განიკითხოს, იმიტომ რომ ჩვენ რო დავაკვირდეთ ახლა წმინდა წინასწარმეტყველ ეზეკიელის პირით ნათქვამი ჩვენ არაერთხელ გაგვიხსენებია, რომელიც ამბობს, რომ რა მდგომარეობაშიც მოგისწრებო, იმ მდგომარეობით განიკითხები. და ესე იგი, თუ დაუშვათ ჩვენ მოგისწრო გარდაცვალებამ იმ მდგომარეობაში, რომ გავართ და სხვებს განვიკითხავთ. რა იქნება ჩვენთვის? როგორები წავდგებით ღვთის წინაშე? უფალი ხო გვეტყვის, რომ აბა მოდი შენ რომელიც სხვებს განიკითხავდი, შენ როგორ ცხოვრობ? და მოციქული პავლე ამბობს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ შენ რომელიც სხვას განიკითხავ და შენ იმავეს ჩადიხარო, განა შენი თავის დამსჯელი შენ თვითონვე არ გამოდიხარო. როგორ გამართლდებიო? და უფალი ამბობს, რომ რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ. ანუ რის გამო შენ სხვას განიკითხავ, შენც მოგიწევს იმის გამო, რომ იქნა განკითხული. ეგ რას ნიშნავს, რომ შეიძლება ვიღაც განიკითხო ამა თუ იმ საქმის გამო და იმის გამო, რომ შენ განიკითხე, აღსრულდება საღვთო სამართლიანობა და შენც ან საქმით, ან სიტყვით, ან ფიქრით მოგიწევს, რომ იმ ცოდვაში გამოიარე, ჩავარდე იმ ცოდვაში. და ესე იგი რა გამოდის? რაშიც სხვას დასდე ბრალი, იმავე საკეთებ. და რაშიც სხვას დასდე ბრალი და იმავე საკეთებ, განა შენ თვითონ არ ისჯი საკუთარ თავს. ამიტომაც ყოველთვის უნდა ადამიანი თავშეკავებით იყოს და ესე იგი ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რამ მიიყვანა ესა თუ ის ადამიანი ამა თუ იმ ცოდვამდე და უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ არავის არ სიამოვნებს, რომ ცოდის ჩადენას ვამბობ, იმას კი არა, რომ ცოდით ისიამოვნოს. ეს შეიძლება ადამიანს სიამოვნებს, მაგრამ ამ ცოდის გამო, რომ მე ცუდად იყოს, ეგ არავის არ სიამოვნებს. ამიტომ ვერ ხდება ადამიანი, ან თავს ვერ ერევა, ან რაღაც ხდება ისეთი, რამაც მიიყვანა, შეიძლება ის გარემოება, რამაც მიიყვანა ის ადამიანი ცოდვამდე. შეიძლება იმ გარემოებას ჩვენ უარეს ცოდვაში ჩავეგდეთ. ეგ მერეც შეიძლება. შეიძლება იგივე გარემოებას ჩვენ უარეს ცოდვაში ჩავეგდეთ. ამიტომ ჩვენ ამ პარტავნებით არ უნდა ვიზრახოთ საკუთარ თავზე და ვთქვათ, რომ ჩვენ იმ ადგილზე, მის ადგილზე სხვაგვარად მოვიქცევოთ. პირიქით ჩვენ უნდა ვთქვათ, იქნებ ჩვენ უარესად მოქცეული ყავთ. და ეგ ადამიანს აარიდებს სხვების განკითხვის სურვილს და მიხვდება, ესე იგი ადამიანი, რომ სულაც არ აქვს დრო სხვების ცოდვების ჩხრეკის. საკუთარი ცოდვების ტირილის დრო აქვს ადამიანს. ეს ღმერთმა მიანიჭა, მაგრამ თუ ამას ადამიანი სხვებზე ფიქში დახარჯავს, სხვებზე ფიქში, სხვების განკითხვას გულისხმობს, მაშინ ღვთის წინაშე წარდგება, როგორც წარდგა მსახური, რომელმაც ტალანტი მიწაში დაფლა. მიწაში დაფლა ეს ტალანტი. ჩვენთვისაც ტალანტია ჩვენთვის მოცემული დრო და ჩვენ თუ ამას არ ვიყენებთ საკუთარი სულის გადარჩენისათვის, არა? ესე იგი გამოდის, რომ მიწაში დავთვალით ის ტალანტი. ის ენერგია, ის გონებრივი რაღაცა უნარები თუ ფიზიკური თუ მატერიალური ყველაფერი, რასაც ადამიანი არ იყენებს სულის საცხოვნებლად, რასაც ადამიანი არ იყენებს სხვათა სანუგეშოდ, ეგ ნიშნავს, რომ მიწაში დაფლა ის ტალანტი. თუ მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის, თუ
ამ პარტავნების დაკმაყოფილებისთვის თუ ნებისმიერის და ის მხოლოდ საკუთარ თავს თუ ერგება, ესე იგი ნიშნავს, რომ მიწაში დაქვე. და აი ჩვენ წეგან სახარებას ვკითხულობდით, მოციქულები ეუბნებიან უფალს, რომ ამიტომაც ქვია ამას საუფლო ლოცვა მამაუჩვენოს. უფალს ეუბნებიან, რომ გვასწავლეო ლოცვა, როგორც იოანე ნათლისმცემელმა ასწავლაო თავის მოწაფეებსო და უფალიც ასწავლის თავის მოწაფეებს მამაუჩვენოს. და ანუ ასწავლის მხოლოდ ტექსტს კი არ ასწავლის აი ამ ლოცვის, არამედ ასწავლის როგორი ლოცვა, რა არის მთავარი სათხოვარი ღვთისადმი. და აი ამ რამოდენიმე წინადადებაში შემოკრიბა მაცხოვარმა მთელი სათქმელი. სხვაგან არსად არ ჩანს, რომ რომელიმე ლოცვა ესწავლებინოს. ყოველ შემთხვევაში ახლა მე არ მახსენდება სახარებიდან, რომ აი სხვაგან ეთქვას, რომ აი ასე ილოცეთო. თუმცა მაგალითი არაერთხელ უჩვენა, თუნდაც გეციმანის ბაღში, რომ არა როგორც მეამნებავს, არამედ როგორც შენგნებავსო, მაგრამ ამასაც თუ დავაკვირდებით, ესეც არის მამაუჩვენოში მოცემული. როდესაც ამბობს, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა. ანუ როგორც შენს ნებას ანგელოზები ემორჩილებიან, მოგვეცი ძალა, რომ ჩვენ შენი ნების მორჩილნი ასე ვიყოთ. იქ ვამბობთ მამაუჩვენოს ლოცვაში, რომ მოგვიტევეთ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ. და ჩვენ თუ დგავართ და სხვებს განვიკითხავთ, ესე იგი ჩვენ სხვებს არ პატიობთ. და რას ვეუბნებით უფალს? რომ მაშინ არ ჩვენ არ მოგვიტევს. იყო ერთი ასეთი შემთხვევა, მოძღვარს უთქვამს თავისი სულიერი შვილისთვის, რომ ეს ლოცვაო აღარ თქვა. და გაუკვირდა, ამაო თქვენო პირიქითო უნდა გვასწავლიდეთო, რომ ილოცეთო და როგორც ჩანს ეს ადამიანი არ პატიობდა ვიღაცას. და ამიტომ გეუბნებიო, რომ არ თქვა, იმიტომ რომ შენ ფაქტიურად ღმერთს ცხოვე, რომ დაგსაჯოს. არ გაპატიოს წოდები, იმიტომ რომ ისე მაპატიე, როგორც მე ვპატიობ. და ყველაფერი, რაც გარეგნულად ჩანს, ის არ არის შიგნით. და ამიტომაც აი ქრისტიანობა არ უყურებს გარეგნულს და ღმერთი არ უყურებს გარეგნულს, როგორც სამოელ წინასწარმეტყველს ეუბნება ღმერთი, რომ კაცი კაცის სახეს ხედავსო და ღმერთი ადამიანის გულს ხედავს. იმ საქციელის მიღმა, რაც მან გააკეთა და შენ არ მოგეწონა და განიკითხავ, ვინ იცის ღმერთმა რა სიკეთე დაინახა. და ღმერთი პატიობს მას. და მეორე კიდე ჩვენ საქციელს ხედავთ და მის ცრემლებს ვერ ხედავთ. და ღმერთი იმასაც ხედავს, იმ სინანულსაც ხედავს. ჩვენ დგავართ და განვიკითხავთ იმის გამო, საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, რაც მას ღმერთმა უკვე აპატია. და ჩვენ დგავართ და იმის გამო განვიკითხავთ. და ღვთის წინაშე რომ წავდგებით, ჩვენ და ის, ვისაც ჩვენ განვიკითხავთ და ის არავის განიკითხავთ. და ესეთი იყო ჩვენი უწმინდესი პატრიარქი და მან მაგალითი თქვა ჩვენ. ანუ ჩვენმა პატრიარქმა სახარებისეული მცნებები დაგვანახა, რომ თურმე 21 საუკუნეში ადამიანს შეიძლება რომ ასეთი ცხოვრების წესი ქონდეს. აი ხელშესახები გახადა ჩვენთვის. წარმოიდგინეთ, ესე იგი რა ტალახი აღარ ესროლეს და არავის არ გასცა პასუხი. მოთმინებით, სიყვარულით და მათზე ლოცვით იყო ბოლომდე. ამას ერთ-ერთი სასულიერო პირი ყვებოდა, რომ ესე იგი რაღაცა ტელევიზორს უყურებდითო და რაღაცა იყო პატრიარქზე ცუდს ამბობდნენ, პატრიარქთან ერთად იჯექიო და უცბად გადავრთეო, რომ რაღაცა არ შემეწუხებინაო და ვითხრა, არა, გადართევა, აბა ისე ვიქო, სადაც მე ვლანძღავენო. და იჯდა და უსმენდა კარგა ხანს. ანუ რას ამბობ ჩვენ? სიამოვნებს ის, რომ ჩვენზე კარგს რო ამბობენ, იქ გადავრთავთ, სადაც ჩვენზე კარგს ამბობენ, მაგრამ პატრიარქმა იქ გადართო, სადაც კი. ხო და აი ეგ არის ზუსტად. ეგ არის სახარებისეული დამოკიდებულება. ილოცო იმ ადამიანებზე, ვინც შენ გლანძღავს. და აი პატრიარქმა ბევრი რამე, აი ხელშესახები და ცოცხალი გახადა ის მცნებები ჩვენთვის. ცოცხალი გახადა. ამიტომაც არის, რომ ყველას უყვარს. მამა გედეონი ამბობს ხოლმე, რომ ჩვენო ბევრი ენა გვაქვს ადამიანებთან სასაუბროთო და პატრიარქს ერთი ენა ჰქონდაო, სიყვარულის ენა.
ჩვენ ყველას ისე ველაპარაკებით, როგორც აი იმაში რო არის. თუ არა ვწდები, გზავრის წერილებში, ხო? იქ დიალოგი რომ მიდის და ჯერო სხვანაირი ადამიანი გონია და სხვაგვარად ელაპარაკება. მე რო გაიგებს, რომ თურმე ისე არ ყოფილა და უფრო არ შეცვლის საუბარს. და პატრიარქს ყველასთან ერთი ენა, ეს სიყვარულის ენა და ეს ენა ყველას ესმის. აი ეს არის ყველას ესმოდა ეს ენა. იმიტომ რომ პატრიარქი მათზე ზრუნავდა და მათი სიკეთიდან გამომდინარე ამოდიოდა ნებისმიერი საქმის თუ სიტყვის დროს და ამიტომაც ესმოდათ მისი ყველას. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენი მიზნებიდან თუ ჩვენი ეგოიზმიდან თუ აპარტავნებიდან თუ რისკანებიდან გამოვდივართ და ასე მეტყველებთ და ასე ვიქცევით, მაგრამ პატრიარქი ზრუნავდა იმაზე, ვისაც ესაუბრებოდა და ამიტომაც ესმოდათ ადამიანებს მის. ერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფით. საღამოს ჩვეულებისა 6 საათზე იქნება ბარაკლის საკვირაო სკოლაც და აღსარებებით.